ფასების კლების ფონზე საკვები პროდუქტების კონტროლი მკაცრდება. ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში თურქეთიდან ჯანმრთელობისთვის საშიში კარტოფილი მოხვდა. კარტოფილის კიბოთი დაავადებული პროდუქცია უკვე განადგურებულია. საზღვარზე აღმოჩენილი ტვირთი თბილისის მყარი ნარჩენობის პოლიგონზე დაწვეს. როგორ მოხვდა დაავადებული კარტოფილი ქართულ ბაზარზე, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. თურქეთიდან შემოსული 25 ტონა კიბოთი დაავადებული კარტოფილი დღეს თბილისის ნაგავსაყრელზე გაანადგურეს. დაავადების აღმოჩენის შესახებ შემოსავლების სამსახურმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს რამოდენიმე დღის წინ აცნობა. ტვირთის შემომტანი ამბობს, რომ თურქეთიდან პროდუქცია სისტემატურად შემოაქვს, თუმცა მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონია. გავამბაჟეთ ეს ყველაფერი. გამოვიყვანეთ მანქანა, საწყობთან მივიყვანეთ და დაგვირეკეს, რომ თქვენ კარტოფილიო უარგისი არისო, არ გამოდგება საკვებათაო და უნდა გავანადგუროთ. კარტოფილის კიბო არის საშიში, სოკოვანი დაავადება, რომელიც არის საკარანტინო. სათესლემასლად მისი გამოყენების შემთხვევაში ხდება მიწის დაბინძურება. 15-20 წლის განმავლობაში ძლევს ნიადაგში და არის სიცოცხლისუნარიანი. ამიტომაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მასალის 25 ტონა კარტოფილის განადგურების შესახებ. სურსათის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ უხარისხო პროდუქცია ძირითადად თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან შემოდის, თუმცა საზღვარზე მკაცრად კონტროლდება. ესეთი ფაქტები სამწუხაროდ ხდება და ამის შესახებ შესაძლოა ექსპორტერმა არც იცოდეს. ამისთვის არსებობს რისკების პროგრამა ევროკავშირის მიერ დამტკიცებული. შესაბამისად რისკები პრაქტიკულად განვლებულია, არ არსებობს. ხდება მაშინვე სინჯების აღება, გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში. ქვეყნის შიდა ბაზარზე უვარგისიან დაავადებული საქონლის რეალიზაციას გამორიცხავენ თავად ბაზარში მოვაჭრეებიც. საქართველოს რეგიონებიდან და თურქეთიდან შემომტანები ამბობენ, რომ ბაზარში უკვე შემოწმებული და სუფთა პროდუქცია ხდება. თურქეთიდან შემოდის საქონელი, შემოწმებულია, ყველაფერი კარგია. ყველაფერს რა ვიცი, სახში იმას მარგულეთ, სახში იმას ჭამთ. გაფუჭებულა ქვინ შემოიტანს აბა გაფუჭებულ კარტოფილს. შემოდის ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ადიგენიდან. რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. ყველასთვის გასაგებია, რომ კონტროლის გამკაცრება შეიძლება ვიღაცისთვის სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს არის საზოგადოების ჩვენი არჩევანი. ეს გჭირდება იმიტომ, რომ ჩვენი მომხმარებელი თითოეული თქვენთაგანი იყოს დაცული. სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად უკვე ამზადებს ცვლილებებს სურსათის უვნებლობის კოდექსში.